გმირებს აწუხელიდე უკდავია ომი რუსეთმა დაიწყო გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს მით იმის თქმა მინდა ხელისუფლებას მინდა მიმართო რომ ჩვენ არასოდეს არ დავივიწყებთ რაც 17 წლის წინ მოხდა და რაც არ უნდა ეცადოს რომ რუსეთი ეს დღე დაივიწყო ჩვენ მაინც ბოლომდე ვიდგებით და ყველა შევახსენებთ რომ რუსეთი არის ოკუპანტი დამპყრობელი და ის ვერასოდეს ვერ გახდება ჩვენი მეგობარი და ვერც საქართველოში ვერასდროს ვერ შემოვა ამ დღეს გაჩერდა მოძრაობა ამ მოედანზე და აი ამ ჩემი საცხოვრებელი კორპუსიდან ყველანი აივანზე ვიდექით მე მშვიდობებოდით იმ ბიჭებს იმ გმირებს ყველანი ხელს უხდავდით და ვიცოდით ყველანი ვტიროდით ვიცოდით რაც ელოდებოდათ მათ დღეს კი ჩვენს ხელისუფლებას რომელმაც რატომღაც 8 აგვისტო აირჩია ომის დაწყების დღედ არადა 7 აგვისტო უკვე საომარი მოქმედებები დიდი ხნის დაწყებული იყო ხოლო მას მერე რაც ჩვენ აი ჩვენი გმირი ბიჭები გავაცილეთ აი ამ მოედანზე რამდენიმე საათის შემდეგ უკვე უწყვეტ ნაკადად სიგნალებით სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები უწყვეტ ნაკადად მოდიოდა ჰოსპიტალისაკენ 7 აგვისტოს უკვე დაშვებული უნდა იყოს სახელმწიფო დროშები გორში და მთელ საქართველოში 7 აგვისტოს უკვე ჩრდილოეთის მხრიდან ჩვენ ვხედავდით გორის მაცხოვრებლები როგორ შემოდიოდა ის ბომბდამშენები და აი მზის ფონზე როგორ ლაპლაპებდა ის ჩამოგდებული კასეტური ბომბები ეს იყო 7 აგვისტო უკვე რუსეთი ოკუპანტია დღესაც საოკუპაციო ხაზს გადმოწევს ჩვენს მხარეს და ცდილობს დღესაც დაგვიპყროს ისე როგორ 17 წლის წინ არ უნდა შევეგუოთ ჩვენ რუსეთს არ უნდა შევეგუოთ არ უნდა ველოლიავოთ აქ დასახლებულ რუსეთს არასოდეს ნაომარი ქალაქი ბოდის არ მოიხდის 17 წელი გავიდა იმ საშინელი დღიდან როდესაც რუსეთი შემოიჭრა საქართველოში და თქვენ მართალი ვძანდებით იმ ადგილას ვდგევათ სადაც კასეტური ბომბები ცვიოდა და 17 წლის შემდეგ ხელისუფლებას დღევანდელ ხელისუფლებას de facto ხელისუფლებას ყოფნის თავხედობა რომ საქართველოს დააბრალოს ომის დაწყება და ცდილობს რუსული ამითი ფაქტიურად ცდილობს რუსული აგრესიის გამართლებას. ამიტომ განსაკუთრებით სიმბოლურია რომ დღეს შევიკრიბეთ კიდევ ერთხელ გავიხსენეთ ჩვენი გმირები და უნდა უთხრათ საზოგადოებას რომ ეს რეჟიმი არის დასასრულებელი. აი ამ ქალაქიდან, ნაომარი ქალაქიდან, ნაბძოლი ქალაქიდან რომელმაც კარგად იცის რა არის რუსული აგრესია და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. ძიმე წლებიდან ძიმე დღეებს ადგა საქართველოს განსაკუთრებით კიდევ შიდა ქართლს ყველა ურთულესი პერიოდი გაიარა იმ დროისათვის და სულებას არ დააყუნა სხორებლის იყო რა თქმა უნდა ამ პერიოდის მანძილზე არავინ არ სულ არ ყოფილა ჩამქრალი არც ერთი ქართველის სულის კვეთება რომ საქართველოს უნდა იყოს დამოუკიდებელი და მოშორებული რუსეთის ოკუპაციისგან რუსეთისგან თლიანად ატარა მაგალითს გავიხსენებ რუსულმა ჩექმაც კი ვერ დაამხო გმირი აწუხელიძეს სულიერება ჩვენ უკვე ბევრი ვართ ბევრი აწუხელიძე აქვს საქართველოში და მის კვალზე ბევრი აწუხელიძე გაიზარდა ჩვენი დამხობა არავის არ შეუძლია ვერ შეძლებს ვერავითარ ძალა საქართველოს დღეს რომ ამბობენ საქართველოს ბოდიში უნდა მოუხადოს გორმა ბოდიში უნდა მოუხადოს ეს ვაი ხელისუფალნი მსგავსი საქართველოს და გორს განსაკუთრებით არ შეეფერება კი არა არ გაკეთებას არ მოხდება ასეთი რამ რადგან გორი ნაბძოლი ქალაქი ბოდის არავის არ მოუხდის აქ მოვედით იმიტომ რომ პატივი მივაგოთ 2008 წლის ომში დაღუპულ გმირებს და გავაპროტესტით რაც დღეს ხდება საქართველოში რაც რუსეთმა ვერ გააკეთა საქართველოში 8 წელს
აკეთებს დღეს ოცნების სახით. ოცნება საქართველოში მოვიდა რუსული სპეცოპერაციით, რომელიც ჩატარდა არჩევნების სახით 2012 წელს და იგივენაირი სპეცოპერაციის ჩატარება უნდა 4 ოქტომბერს. მე მოვუწოდე მოსახლეობას, მათ შორის გორის, რომ 2025 წლის 4 ოქტომბერს არჩევნების დღეს რუსული სპეცოპერაციით წოდებულ არჩევნების დღეს დადგეს რუსთაველზე და ბრაზი გადაიტანოს ქუჩაში და ერთხელ და სამუდამოდ დაასრულოს რუსული ხელისუფლება. მნიშვნელოვანესი არის ის ფაქტი, რომ ამ ქალაქში მაცხოვრებელი აბსოლუტური უმრავლესობა, პრინციპში ყველა ადამიანი დგას იმ პოზიციაზე, რომ ამ ქალაქმა ბოდიში არასოდეს არ უნდა მოიხადოს და ამ ქვეყანამ არასოდეს არ უნდა მოიხადოს ბოდიში, მით უმეტეს არ უნდა მოიხადოს ბოდიში იმ დროს, როდესაც მათ წინაშე დგას ეგზისტენციალური პრობლემა სახელმწიფოებრიობის გადარჩენისა და დგას პრობლემა პირდაპირ ოკუპაციისა, ანექსიისა, რომელსაც საკუთარ თავზე და საკუთარ მხრებზე განიცდის ამ ქალაქის მოქალაქეები, მოსახლეობა, მით უმეტეს ჩვენ ვცხოვრობთ ეგრეთ წოდებულ საზღვართან ახლოს და მუდმივი აგრესიის ქვეშ ცხოვრები მოქალაქეებმა განსაკუთრებულად იციან და განსაკუთრებულად გრძნობენ თავისუფლების ფასს, სახელმწიფოებრიობის ფასს. დღევანდელი დღე უნიშნელოვანესი არის იმისთვის, რომ ჩვენ გვახსოვდეს ჩვენი ქვეყნის ისტორია, გვახსოვდეს ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული პრობლემები, გამოწვევები, ვიყოთ ერთიანები, ვიყოთ პრინციპულები და ეს პრინციპულობა და ერთიანობა, ეს ისტორიისადმი პატივისცემა, რომელიც დღესაც ფიქსირდება ხაზგასმით, აუცილებლად მიგვიყვანს იქამდე, რომ საქართველო იქნება ძლიერი, ერთიანი, თავისუფალი, დასავლური სახელმწიფო.